იცოდით, რომ სიტყვებს ლიანდაგი, ორთქმავალი, სარეველა კონკრეტული ავტორები ყავს და ზოგიერთი მათგანი სულ რაღაც 100-150 წლისაა. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, როცა საქართველოში პირველი რკინიგზა გახავდათ, ახალი ტერმინები გახდა საჭირო. სწორედ მაშინ დიდმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ ხალხური მეტყველებიდან აიღო სიტყვა ლიანდაგი და ის ახალცნებას მოხდენილად მიუსადაგა. ხოლო ორთქმავალი თავად შექმნა. ეს პოეტური კომპოზიტი იმდენად ზუსტი გამოდგა, რომ მოგვიანებით მისი მიბაძვით გაჩნდა ელმავალი, თბომავალი და მთვარემავალიც კი. სხვათა შორის ნიკოს ვაჟმა გიორგიმაც ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ენას. მათემატიკაში მისი შექმნილია ტერმინი განტოლება, ხოლო სპორტში სწორედ მან დაამკვიდრა სიტყვები ტანვარჯიში და მსაჯი. არანაკლებ საინტერესო ისტორია აქვს სიტყვა სარეველას. ახალგაზრდა მეცნიერმა ნიკო კეცხოველმა ქართლში, სოფელ აჩაბეთში, ცუდი ბალახის აღსანიშნავად სიტყვა სარეველი გაიგონა და სამეცნიერო მოხსენებაში გამოიყენა. ივანე ჯავახიშვილის ტერმინი თურმე ძალიან მოეწონა, თუმცა ბოლოში i10 შეცვალა და ამ პატარა დეტალმა სიტყვა უფრო მელოდიური და ბუნებრივი გახადა. თუ გინდათ საინტერესო ამბების მოსმენა ქართული ენის ისტორიიდან, მაშინ გამოიწერეთ ჩემი გვერდი.